ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულობა ისრაელის სამი მოქალაქისა და პალესტინელი მოზარდის მკვლელობის შემდეგ სიტუაცია უკიდურესად გართულდა. ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებების ფონზე ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისრაელში პალესტინელი მოზარდის გატაცებისა და მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ღაზას სექტორში მოძრაობა ჰამასის ასობით მომხრე გამოვიდა და მომხდარში ებრაელი მემარჯვენე რადიკალები დაადანაშაულა. ისლამისტები პალესტინელი მოზარდის სიკვდილს ისრაელის სამი მოქალაქის მკვლელობას უკავშირებენ. ეს აქციები პასუხია ისრაელის ქმედებებზე, რომლებსაც ისინი დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ. პირველ რიგში კი პალესტინელი მოზარდის მკვლელობის ფაქტი, თუმცა ჰამასი აცხადებს, რომ ეს დანაშაულები პალესტინელების ნებას ვერ შეარყევენ. უფრო ადრე პალესტინელი მოზარდის მკვლელობა საპროტესტო გამოსვლა აღმოსავლეთ იერუსალიმში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ისრაელსა და პალესტინას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 დღის წინ პოლიციამ 12 ივნის დაკარგული ისრაელის სამი მოქალაქის ცხედრები აღმოაჩინა. ისრაელის მთავრობა მომხდარში მოძრაობა ჰამასი დაადანაშაულა, რის გამოც ქვეყნის საჰაერო ძალებმა ტერორისტების ბაზებზე დაახლოებით 20 ავიადარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ჩემი მეუღლე საუზმეს ამზადებდა, როდესაც აფეთქების ხმა გავიგე. ვიგრძენი, რომ ჩემი სახლი იწვოდა. ჩემ შვილებთან და ცოლთან ერთად გარეთ გავიქეცი. შემდეგ ვნახე, რომ გარეთ ყველაფერი დანგრეული იყო. პალესტინელი მოზარდის ხედარი მისი ოჯახისათვის ჯერ არ გადაუციათ. ებრაული მხარე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან. ამასთან დაკავშირებით პოლიციამ 2 შეტაკებებს